მე მინდა წაგიკითხოთ წმინდა მღვდელმთავრის ნიკოლოზ სერბის ერთი წერილი, რომელიც მან მიუძღვნა ერთ-ერთ სასულიერო პირს, დიაკონს. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს წერილი მეტად მნიშვნელოვანია და აქტუალურია არა მარტო იმ კონკრეტული პიროვნების მიმართ, არამედ ყოველი ჩვენთაგანის მიმართაც. შენ შეხვდი ადამიანს, რომელსაც ღმერთი არ სწამს, მაგრამ ახსოვსია სულწმენით. იგი გამოგიტყდა, რომ არასოდეს სწამდა ღმერთის. ბავშვობიდანვე უწვდიდა ხელის გულს სამკითხავ ბოშებს და ახლაც იმავე აგრძელებს. შესაძლებელია ამტკიცებს იმას, რომ მისმა მკითხავმა უფრო მეტი იცის, ვიდრე ყველა მეცნიერებათა აკადემიამ ერთად აღებული. ამასთანავე გათვალვის ეშინია და ქუჩაში თავდახრილი დადის. სამშაბათს შავდღედ ვთვლის, ამ დღეს არაფერს აკეთებს და სახლიდან არ გამოდის. რიცხვა ცამეტს, როგორც ცეცხლს ისე გაუღის. ერთხელ ვიღაცა მის მაგიდაზე ხუმრობით 13 დაწერა. მან ხუმარა სკამი მოუქნია. თვითონ იგი კი განათლებული და უზრუნველყოფილი ადამიანია. მას რაღა გაკვირვებს ძვირფასო დიაკონი. ის რომ უღმერთობა და სრულმორწმუნეობა ხელი-ხელ ჩაკეტებულნი მიდიან. ასეთი არაბუნებრიობა ბუნებრივია. ერთიცა და მეორეც სიცრუე. ერთსაც და მეორესაც იგი შობს, ვისაც ყველაზე ჭეშმარიტმა პაგეებმა სიცრუის მამა უწოდეს. ჭეშმარიტება მუდამ ერთი და იგივეა, ხოლო სიცრუე კი ქამელეონის მსგავსია, ფერებს რომ იცვლის. უღმერთობისა და სრულწმენის მეგობრობაში არანაირი პარადოქსი არ არსებობს. ყველა ფიქრობ ასე. ისინი ერთმანეთს ავსებენ, სურათისა და ჩარჩოს მსგავსად. ყოველგვარი უღმერთოება სრულწმენის ჩარჩოში ზის და ერთი სიცრუე მუდმივად სტუმრობს მეორეს. როდესაც მეფე საული ეურჩა ღმერთს და უფლის წინასწარმეტყო სამუელს, იგი აენდორში მკითხავთან გაეშურა, რათა მისთვის რჩევა ეკითხა. საფრანგეთის მეფე ფილიპე ეგალელი ორი რამით ტრაბახობდა: უღმერთოებითა და ყავის ნალექზე მკითხაობის ხელოვნებით. განაშენ წმინდა წერილში არ წაგიკითხავს, როგორ შეთანხმდა ორი მათქუ არა, პილატე და ჰეროდე, მანამდე ვიდრე ქრისტეს სიკვდილს მიუშიშდნენ. და იქმნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთ არს მას დღეს აშინა, რამე თუ პირველ მტერ იყვნენ იგინი. ახლაც ხშირად ერთიანდება ორი სიცრუე, როცა მათ ჭეშმარიტების წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა. გაიხსენე უღმერთო ებრაელთა სრულმორწმუნეობა, როცა ისინი ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ ქრისტეს მოგდინებას და მოიყვანეს იესო კაიაფასით ტაძრად და იყო განთიად და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რაით არა შეიგინნენ, არამედ რაითა სჯამონ პასექი, რამე თუ მათი დღესასწაული მიდია. იგი ვინც რწმენას განუდგა, სრულწმენის ტალღებში ჩაირჩა, მაგრამ ვერ ხვდებიან უბედურნი, რომ ჭეშმარიტი ღმრთისაგან განდგომით საკუთარი თავი მთლიანად ხელში ჩაუგდეს მის მარადიულ მოწინააღმდეგეს. იმ იდუმალ მაძაგებელს, რომელსაც კაცთა მოდგმის მტერი, სიცრუე და სიცრუის მამა ეწოდა. ამას, რა თქმა უნდა, შენი ნაცნობი ბატონი ვერ ხდება, რომელმაც რაკიღა უარი თქვა ღმერთზე, იგი ბოშა კითხავზე გაცვალა. მე მინდა დავაკავშირო ეს წერილი ჩვენი ახალგაზრდა ბიჭების სასამართლოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა. მე გითხარით, რომ გადმოგცემდით მათ საბოლოო სიტყვების მოკლე შინაარს, რადგანაც ძალზე მნიშვნელოვანია თაობებისათვის, თუ ეს ახალგაზრდა ადამიანები როგორ შეხვდნენ ძალაში დარჩენილ უსამართლო განაჩენს. უპირველეს ყოვლისა, მე მინდა კიდევ ერთხელ აღნიშნო, რომ ამ სასამართლო პროცესმაც დაადასტურა ჩვენი ბიჭების უდანაშაულობა, დაადასტურა, რომ მათ ასამართლებენ და გაასამართლეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ნიშნით, რწმენის გამო, საკუთარი რელიგიური გრძნობების შელახვის გამო, გამოთქმული პროტესტის ნიშნად.
თურმე, როდესაც შენს რწმენას ეხებიან და გიგინებენ და გილანძღავენ, პროტესტის გამოთქმის უფლებაც არ აქვს. აი, ასეთია სახე ამ უსამართლო სასამართლოს. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთმა ჩვენმა ახალგაზრდამ თავისი სიტყვა ასე გამოთქვა, რომ ჯერ კიდევ პირველი საუკუნეებიდან იყო დევნა, ქრისტიანთა დევნა, მხოლოდ ერთადერთი ნიშნის გამო, რომ ქრისტიანი იყო ადამიანი. და უფრო მეტიცო აღნიშნა მან, ქრისტიანებს კაცი ჭამიებს ეძახობდნენ, რადგანაც ზიარება მათ ასე ესმოდათ, წმინდა ზიარება, რომ თითქოს ეს იყო კაცის ჭამა. და გაავლო პარალელი მე-21 საუკუნესთან. პარალელი კი იმიტომ გაავლო, რომ დღეს ეს ახალგაზრდები სწორედ და სწორედ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, მხოლოდ იმიტომ არიან გასამართლებული, რომ არიან ქრისტიანები. ჭეშმარიტი აღმსარებლები თავისი სარწმუნოებისა. მან აღნიშნა და მიმართა უსამართლეს, რომ იხსენიებდა მას ლოცვებში, რომელსაც ჰქვია მაჭირვებელთა და მდევნელთა ლოცვა. და უთხრა, რომ მას რა თქმა უნდა არ აქვს სურვილი, რომ ასეთ რანგში მოიხსენიებდეს უსამართლეს. თუმცა უსამართლეს აქვს საშუალება თავისი სამართლიანი განაჩენის გამოტანის შემდეგ კეთილის მსურველთა ლოცვებში იყოს მოხსენიებული. გაწითლებული მოსამართლე ყურადღებით უსმენდა მის ამ სიტყვებს. ერთ-ერთმა ჟალდებულმა კი ასეთი რამ გამოთქვა. თითქმის რვათვია რაც ჩვენ აქ ვიმყოფებით, მაგრამ დღეს რომ გარეთ ვიყო და იგივენაირად მოხდეს შევახლა ჩემი სარწმუნოებრივი გრძნობების, მე კვლავ დაუყოვნებლივ იმას გავაკეთებდი, რაც გავაკეთებ. ანუ მე კვლავ დავიცავდი ჩემს სარწმუნოებას. და მან აღნიშნა, რომ კარგად ესმოდა, თუ რა მანქანა მუშაობს ეკლესიის წინააღმდეგ და კარგად ესმის მოსამართლესაც, რომელიც იძულებულია გამოიტანოს ისეთი განაჩენი, რომლისას თვითონაც არ ჭერა. მაგრამ ჟალდებულმა მას ასე უთხრა, იმდენი მაინც მოახერხე, რომ რაღაც მაინც მოაკლო ამ სასჯელს, ისევ და ისევ შენი სულისთვის, რადგანაც დღეს ჩვენ კი არ გვასამართლებთ, არამედ საკუთარ თავს ასამართლებთ. ასეთი იყო სიტყვა ჟალდებულის. და ისევ თქვენი სულებისთვის იქნება ეს საქმე. ხოლო როდესაც განაჩენი ძალაში დატოვეს და გამოცხადდა ეს, მე ასე გეტყვით პირდაპირ, რომ სიხარულით შეხვდნენ ამ გამოტანილ განაჩენს და ვაშკაცურად და დიდი სიმტკიცით შეხვდნენ ამ უსამართლო განაჩენსაც. რადგანაც მათ ესმით თუ რის გამო იშებიან, რის გამო ასამართლებენ. აი ასე უღმერთოება, ურწმუნოება, შეზავებული სრულ რწმენასთან ებრძოდა და ებრძვის დღევანდელ ეკლესიასაც. მაგრამ ხვალ ბრძანებს, მე მიძლევი ეს სოფელი. ქრისტეს ვინც დაუპირისპირდა, კისერი წაიტეხა. ღმერთს და მის ეკლესიას ვინც დაუპირისპირდა, ყველა დამარცხდა. ასე რომ ცეცხლს ეთამაშებით ბატონებო, ცეცხლს და საკუთარ სულებს არადიულ ჯოჯოხეთს უმზადებთ. თუმცა ჩვენ ნამდვილად არ გვინდა რომ თქვენ ჯოჯოხეთში აღმოჩნდეთ. თუ კი სწორად იცხოვრებთ, რწმენით იცხოვრებთ და სამართლიანად იცხოვრებთ. ღმერთმა დაგლოცოთ და დაგაძლიეროთ.